ფორიაკი და აი, ფორიაკი დაამბით, იმიტომ დღეს დღეს. ჩემი უსაყვარლესი მსახიობის და უსაყვარლესი ადამიანის, რომელიც ოჯახში შემიძლია თქვა რომ გავიზარდე, ბატონი იმედო კახიანის დაბადების დღეა. გილოცავთ დაბადების დღეს. ძალიან მიხარია თქვენ დაბადების დღეს ჩვენთან ეთერში ბრძანდებით. ყოველთვის მიხარია თქვენი ნახვა და ყოველთვის ახარებდით ქართულ მაყურებელს თქვენი წინვალე როლებით. დიდი არაფერი ბატონო. როგორ გეკადრებთ? არა, დაბადების დღეზე მინდა ვისაუბროთ, საზეიმო განწყობა შევინარჩუნოთ. როგორ აღნიშნავთ ხოლმე, როგორ ხვდებით? ისეთი მრავალრიცხოვანი ოჯახი ყავთ, რომ ალბათ ყველა ერთად იკრიბებით და ადვილი წარმოსადგენია, რა ხდება ამ დროს სახლში? დაბადების დღე მართლა არის ისეთი მნიშვნელოვანი თარიღი, მაგრამ მე სულ ამბობ, დაბადების დღე არის ჩემთვის, როცა გაიღვიძებ. შეხედავ რომ ოჯახში ბავშვები კარგად არიან, სიმშვიდეა ქვეყანაში. არ გესმის რაღაცა სულ რაღაცა და სიწყნარია და რაღაცა სიკეთე გეცდება და ცხონებულმა თამაზმა იცოდა მელიავამ ჯიბაში ფული რო გიდევს ესეც კაისაკი მაშინ არის დაბადების დღე ისე დღეს არის ჩემი დაბადების დღე და მართლა არ მეგონა 78 წელი გას მე მეგონა უფრო რაღაცას ვიგრძნობდი რა არაფრის მომატებას ყოველ შემთხვევაში ზეითვე თუმცა როდესაც 78 წლის ასაკიდან გადახედავთ ხოლმე თქვენ წარსულს როგორ ფიქრობთ ყველაზე დიდი მიღწევა ცხოვრებაში რა იყო თქვენი ნუ ალბათ ოჯახი შვილები ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება და აი დათოს ახსოვს ეს ყველაფერი ეკას გაჩენა მერე ლადოს ყავდა სამწუხაროდ ადრე წავიდა და ეს არის ბედნიერება ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი რასაკვირველია მნიშვნელოვანი დღეები არის ეხლა კინოშიც მისვლა ჩემი და საერთოდ ყველაფერი შემთხვევით იღბალზე და ბედზე იყო ახლა თანაც ისე მისვლა ხო ის რომ მიხვალ და თავისთავად საოცრებაში შედიხარ, მაგრამ ადამიანები რო ხდებიან, ისეთი ადამიანები, რომლებიც იშვიათად არიან. იქ საბუდარაზე სტუდენტი იყავით და თქვენი პირველი როლია, ხო, საბუდარო ინსტიტუტში ვიყავი, თეატრალურში, პირველ კურსზე. და პირველი მთავარი როლი. ხო, მთავარი როლი კი არა, საერთოდ კინოსტუდია. საკულტო ფილმია, ხო და როგორი რეჟისორი, თვითონ დრამატურგი, ვინც დაწერა სცენარისტი, მერე მსახიობები იყვნენ საოცარი, ირგვლივ ყველანი და ბატონო იმედა, ეს მართალია თუ არა, რომ აი საბუდარო ჭაბუკში რომ მიიღეთ მონაწილეობა თქვენ ინსტიტუტი არც გაგიფრთხილებიათ და მე მგონი გაგრიცხეს კიდევაც, ხო? არა, ინსტიტუტში გაფრთხილება არ უჭირდებოდათ. რაღაცა უცნაური წესი იყო მაშინ თეატრალური. მე მგონი ეხლა არ არის. სტუდენტი თუ წავიდოდა გადაღება კინოში თუ წავიდოდა მაშინვე გარიცხავდნენ ინსტიტუტიდან. ესეთი იყო რატომ? ისე რა ლამაზი დღეა. რა ლამაზი დღეა. თქვენ უნდა იყეროთ, თორე ჩვენ არა. იმიტომ რომ დღეს იმედას დაბადების დღეა. გილოცავ, ბაბჩაკრე. სურვილი ხარ ჩაიფიქრე. კიდე გაი 78 არის, ჩააქრე? და სურვილი უნდა ხო ჩაიფიქრე. ჩავიფიქრე თქვენი კარგად ყოფნა. ქვეყანაში სიმშვიდე და ბედნიერება, აი ჩავიფიქრე. ეს რა გააკეთე შე? 87-ია. 87. ჩვენ აი ასე. რა დარჩა 87? როგორ არის? სწორად არ თუ არა? სწორად არის ახლა მე მგონი. ჩვენ შემოხვიდეთ. იქიდან არის 87. გადაანაცვლე. დათო ეს გადაანაცვლე. ესე 7 არის იქით. დათო შენ ისი ჩვენ ოჯახში 77 და 87. მნიშვნელობა არა. აი ეს არ არის უცხო. დაანონს და 87 წლის იუბილე. ჩემი აი რიტუალით და სახში ახლა რომ მოვდიოდი დავტოვე შურა.
102 წლის და 87 რა მოხდა. რა გაგიგია. ჩვენ ბები არის 102 წლის. ორი არის ჩვეულებრივი ქალბატონი, ბაბუს დაბადების დღეს გილოცავთ და მამას არა, ეს დაბადების ხო საოცრება რომ სიდედრი რო ყავდეს თან ჯამთელი თან 102 წლის ეს ება. ხედავ როგორ უბლის უწყილდება და უბლის ასე ვთქვა. სანამ შემოხვედით უკვე დავიწყეთ გახსენება პირველი როლი და ასე შემდეგ, მაგრამ მანამდე მინდა რომ რაინც დაბადების დღის თემას არ გავცდეთ და შემდეგ დაუბრუნდებით უკვე რა თქმა უნდა შემოქმედებას. უძინარი ხარ? არა, ალერგია მაქვს და მზადს. ზაზე გაგარი. სულ არ ეკრანზე შეხედე და დასიებული ვარ. ცუდად. მიულოცა ელენემ დიდ ბაბუას. კი, მოგილოცა, ხო? კი, ხო, მოგილოცათ იმას. რასგვია, ეს პირველობა. როგორია ხოლმე ის დღე, როდესაც ბაბუარის იუბილარი, ასე ვთქვათ. რა ვიცი, რაღაც სულ ვარ მცხეთაში ხოლმე ამ პერიოდში და დღესაც მე მგონი აპირებენ მოსვლას ხო სტუმრები და ბევრი ხალხი მოდის. ხეთაში არა? არა. ეს ადრა დუქანში მოთები. დუქანში. ეგეც შეიძლება. ხო და ნუ არ ვიცი, მე ესე ბავშვობიდან მახსოვს რომ ბევრი სტუმარი მოდიოდა ხოლმე ჩვენთან სახლში, იკრიბებოდნენ ბაბუს მეგობრები და ღიღინი აუცილებლად. ღიღინი არის სხვადასხვა ძალიან კარგი ყოველთვის სიმღერები. იყო ხოლმე რამოდენიმე თაობა. მე ესე მახსოვს. რატო ძალიან ცოტანი დარჩენ ჩემი თაობის და ჩემი ასაკისა სამწუხაროდ ცოტანი ვართ. მაგრამ მაინც რაღაცას მოვახერხებს. ცოტანი მანამ მაგრები. მე მახსოვს უნდა გავიხსენო იმედას დაბადების დღე ჩემთვის ძალიან დიდი ზეიმი იყო, იმიტომ რომ ამ დღეს მართლა არაჩვეულებრივი მეგობრები ყავდა. იმედას ახლა ბევრი აღარ არის სამწუხაროდ ცოცხალი და ეს იყო ნამდვილი რაღაცა წარმოდგენა, დღესასწაული, იმიტომ რომ თემიკო ჩირგაძე იყო თამა და არაჩვეულებრივი მომღერალი, მაშინ ჩემთვის ბიძიები მოდიოდნენ და ღეროდნენ, იყო რაღაცა საოცარი იუმორი, სიმღერა, აი მართლა დიდი ზეიმი იყო, სპექტაკლი და მებოდა ნამდვილად. ჩვენ მქონდა გადაცემა, სადაც რამოდენიმე კადრები იყო, სადაც თქვენ ბრძანდებით ბატონი ელგარი ბრძანდება, ჩირგოარი თამადა და ნუ ეს სკოლა როგორი უნდა იყოს სუფრა. მართლა ჩვენ ბედნიერება გქონდა რომ პატარები ამ ყველაფერს უყურებდნენ. რა საგვირველია, მარტო სუფრის არა, ახლა ის თაობა იყო. კი, რა თქმა უნდა. იუმორი. სხვათა შორის უმრავლესობას მან ეხლა რომ რაღაცა ისე არიან კრიტიკო. მოსკოვში ჰქონდათ განათლება მიღებული სულ ყველას. და რო დაბრუნდნენ, მაგრამ ბედნიერება რა არის, რომ იქ განათლებას იღებდნენ და უბრუნდებოდნენ თავიანთ ქვეყანას. თუ არ დაუბრუნდი შენს ხალხს და შენს სახლს და შენს ქვეყანას, რა თქმა ესეთი განათლებული კაცი, რომელიც დაიკარგება და ქვეყანას დაიკარგება. მე მინდა ისწავლოს, ჩამოვიდეს და აქ გამოვიდეს. თავის ქვეყანას აბარა, ეს არის მთავარი, თორე ახლა კარგია, ალბათ შეიძლება იმაში პარიზში ცხოვრება ჯობია, შეიძლება სამდრედიაში ცხოვრებას, მაგრამ მე აქ მინდა რომ სამდრედიაში ჩამოვიდა ის. დააგროვოს ცოდნა გამოცდილება, შემდეგ ჩამოვიდეს უკვე. აბარა, ნიკოლაძე ჩამოვიდა სამდრედიაში და ჩამოიტანა დიდი ცოდნა, დიდი გამოცდილება და პირველმა გააკეთა ჩვენ სოფელში, ჯიხაიში ელექტროსადგური. ამიერკავკასიაში არ იყო. ამ კაცმა ჩვენ სოფელში გააკეთა განა. ეს არის საქმე. იცი კითხე რა მინდა მეკითხა თქვენი როლები სულ ყველა საყვარელია ჩემთვის და ასევე სრულიად საქართველოსთვის და თქვენთვის რომელი როლი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გამორჩეული ნუ რა ის პირველი რასაკვირველია ეს არის რომ პირველი მაგრამ ძალიან ესეთი საპასუხისმგებლო ესეთი შრომატევადია ალბათ პლატონ სამანიშვილი ხო ელდართან არის კი და ელდართან საერთოდ ბევრი რაღაც გარდა მეგობრობისა ძალიან თქვა თუ კაცი ხარ მაინც არაფერი არ ეშველება ამ ეს ფილმებს ახლა უყურებთ ხოლმე თქვენს ფილმებს უყურებთ ხოლმე კი უყურებ კი სულ უყურებ ეს ტრადიცია გვაქვს ეს მთელი ძებით და ეხლა ვცდილობთ რომ ბავშვებსაც ვაყურებინოთ პატარა თაობას რომ იცოდნენ რა როგორი ბაბუ ყავს ხო მონაწილეობს ყოველთვის ვიღაცა რეკავს სახლში რომ იმედა გადაერთ ეს არის არაჩვეულებრივი ფილმი ელდარ სამანიშვილი ნამდვილი ბიბლია ამერიკაში ხოდა წაღებული და იქ ვაჩვენებდით სულ ფიქრობდი გასო რა ჩვენი პრობლემა აი რაც არის ახლა იქ პლატონის თავს რომ პატარა მიწის ისა აქ და იქ არ უნდა რომ ეს გაუჩნდეს მოზიარე და მოწილე მეთქი ასეთ დიდი ქვეყანისთვის როგორც ამერიკა რა იქნება ნუ თუ ყველგან ერთნაირია პრობლემა შეძარმოიდგენ აბსოლუტურად ის რეაქციები ფილმის ჩვენების დროს ფილმი მიდიოდა ქართულად ქართული ისმოდა
და სუბტიტრები იყო ინგლისური. რო დამთავრდებოდა ფილმი, გამოდიოდი და მაყურებლის წინაშე და შეკითხვები ჰქონდათ. პირველი შეკითხვა, რაც იყო ის, რომ თქვენ ვინახავთ, რუსები არა ხართ ეს? რა ენაზე ლაპარაკობთ? ეს რუსული არ არის და აბა ვინახავთ, რუსები თუ არა ხართ? რაღაცა სხვა კოსტუმები, სხვა კულტურა, რაღაცა სხვა ის მოდის. ამიტომ ვამბობ, რა კინო, ქართულ კინოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენნაირი ხალხისთვის ახლა ეს არ არის მარტო ხელოვნების რაღაცა ერთი სფერო. ეს არის ქვეყნისთვის ძალიან საჭირო. ბატონო იმედა, მე მაინტერესებს სანამ დავსვან ერთი კითხვა მაქვს, მაგრამ ყველაზე ძალიან რომელი როლი გენატრებათ, აი ნოსტალგია რომელი როლის გაქვთ? რა ვიცი, რა გითხრა, შემოკარგო. ბევრი რაღაცას ხსუცილობ კაცი ყველაფერს, ზოგი გამოდის კარგად, ზოგი ისეთი ვერ არის როგორც მე მახსოვს თვალის მოტაცება მაგალითად, აი თვალის მოტაცებაში პატარა როლი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი მართლა პატარა და ის არ არის კი ზოგი. მე ნოდარ-დუბაძის მიხედვით მარადისობის კანონი. აი მარადისობის კანონში ახლა ნოდარმა ეს ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და ნოდარია თვითონ ის. თავარი გმირი. ხო, ის ბაჭანა რამიშვილი, ვინც არის ნოდარია, რაც გადახდა თავს, მერე დაწერა და მერე გავაკეთეთ ფილმი გაკეთდა. დათათაშხიაშიც ისეთი, მაგრამ აი ნოდარის ისა, ეხლა რამდენად საფასუხი ნოდარი აგერ გვერდზეით ჩვენთან მუშაობდა მაშინ კინოსტუდიაში, სასცენარო იმის უფროსი იყო ნოდარი და ვიცნობდი კარგად და ბევრი რაღაცით საერთო რაღაცა ჰქონდა ნოდარიც ესე მაშინ მარტოობაში გადაუსახლეს მშობლები, ნუ დიდი გაჭირვება ჰქონდა გადატანილი და მახსოვს რომ ნახა ფილმი ერთად ვიჯექით და უყურებდით პირველ ჩვენებაზე. მითხრა რომ ბიჭო შენ გონია მართლა მგევხარ მეო. მაგრამ გონი შემზე ლამაზი ხარო მე. და ეს ნოდარის ის იუმორი იყო, თორე ნოდარს სილამაზი აკლდა ან მომხიბლელობა აკლდა. მართლა ძალიან გავს იმ ფილმში ძალიან არა რაღაც და ბატონო მე დრამაინტერესებს. რამე კურიოზი გადაღებების დროს შეგთხოვიათ? ნუ კურიოზების მეტი რა იყო ახლა ჩვენ აი ესეთი მნიშვნელოვანი ვერ დაგამახსოვრდა. მნიშვნელოვანი ხასიათი მაგალითად ქუთაისში როგორ შეიძლება იყო გადაღებაზე და პიერი მილიცის ამშრომელი პიერისი გადავიღეთ და იმის საბუდარელის პირველი ექსპედიცია ქუთაისში ქუთაისში ჩავედით. სულ მახსენდება კაცო, ეხლა რატო გააკეთა იმ კაცმა. ქუთაისში ჩავედი, მე ვარ მაშინ 19-ისაც არ ვიყავე. ხო და სასტუმროში მოვედით გადაღებიდან, ნომერში ვარ და ვიღაც ამოვიდა და მეუბნება რომ თქვენო ქვეით გელოდებიანო. ჩამოვედი ქვეით, ხედავ დგას ანგელოზივით კაცი, ვაშკაცი, ახალგაზრდა კაცი, ესეთი ღირსეული და მეუბნება მე ქალაქელი ვარო, ქუთაისელი ვარო და გავიგეო რომ კინოჯგუფია ჩამოსულიო და გეპატიჟებით, ეხლა წავიდეთ სადმეო, ვისაც გნებავთო თქვენს მეგობრებს თხოვეო და წავიდეთ, მე ვიციო რომ თქვენო მთავარ როლში და წავიდეთ. ამიკვირდა გასო ვინა ვარ ეხლა მე აკასიშვილი მე არ ვიცნობს. ახლა ის რო ყოფილიყავი ჟორჟი გაშაუგულიძე სხვა იყო, სადა ქვეყანა იცნობდა და აღმერთებდა, მაგრამ მე რატომ მომაკითხა ამ კაცმა? ასეთი წესი იყო, რომ ქალაქში ჩამოვიდა კინოჯგუფი და იმათ თავი ჩათვალა ვალდებულად მოვალეთ რომ ესე სტუმრები არიან მისი ქალაქის და უნდა პატივისცენ, აკეთებენ საქმეს, ქართულს. წაგვიყვანა მე რასაკვირველია ავედი უთხარი ბიჭებს მეტი რა უნდათ გვეპატიჟებიან. წავედით ვიქეიფეთ და აღმოჩნდა ოთარ სულაბერიძე, რომელიც იყო ცნობილი კალათბურთელი, ულამაზესი კაცი და ოთარის ბიუსტი დგას ეხლა იქ ქუთაისში. მაგას სიტყვა ჰქონდა ასეთი მეობა და შეარქვეს და მეობათ და მეობას ის დგას იქა. ესე იგი ქართულ მეობაზე ლაპარაკობდა, სულზე ლაპარაკობდა და ცხოვრობდა ამით კაცი. საბუდარის დროს მოხდა ხო თქვენი პირველი სიყვარული ქალბატონ ფლორასთან? ორა მაგ ფილმად დაღუპა. თორე ხო, შენ გაიცინე და როგორც შურა ამბობს, 5
დოცენტი ეძლებოდა. ო, მოწონდა. და ისია არტისტი. არა, სერიოზული. ხარ გავახსენოთ ბატონი მე და საჩუქრად აი ეს პირველი სიყვარულის და პირველი როლის შეგრძნება აი გენიალური კომპოზიტორი რევაზ ლაღიძის ფანტასტიკური სიმღერით საბუდარელი ჭაბუკი. ჩვენი მთელი ოჯახი ნუ საქართველოს საყვარელი სიმღერაა და განსაკუთრებულად ჩვენთან თუ რა მეწვეულება ამ სიმღერის გარეშე არაფრით არ შეიძლება და შვილი და შვილიშვილი ორი ულამაზესი ქალბატონი ქალბატონს რო ეძახი ნინი ძალიან მეცინება ეკასაც რო ეძახი ესეც ასაცილოა მაგრამ გოგოები ესე ვიტყოდი უფროსორი იქნება გოგოები ბაბუას და მამას მიუძღვნიან ეს იყო რევაზ ლაღიძის თვითონ ამბობდა რომ ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერა კი რამდენჯერმე გამიგონია ბატონს რამდენი კარგი რაღაცა ქონდა მისი საყვარელი სიმღერა იყო რაი ჩემ მე მახსოვს რო თქვა რომ მე რო არ ვიქნებიო არაფერი რო არ იყოს ეს ხო დარჩება კინოში ეს სიმღერა მაიცო ისე მოწონდა ეს მართლა ფანტასტიკური სიმღერაა ეს რომელი არ არის ფანტაზიური განძია Bravo. გილოცავ. გაიხარეთ. მე და ყველაფერზე იცი რა, ისეთი დიდი ემოცია მოდის წარმოქმნელი, რომ თვალზეც რამლი არ მოგერიოს, ეს არის გულწრფელი გრძნობა. ოჩა, ბავშვი. თქვენს მე მგონი თვალები ცოტა აგიცრემლიანდათ. ემოცია მძლია. რა თქმა უნდა, ბევრი რა ხანი გავიდა, გას 1956 წელს იყო ეს. თქვენ მაშინ დიდები. ო, არა, ბევრი გავიდა, ბევრი. და ახლა ბატონი რეზოვო და რამდენი შესანიშნავი ადამიანი იყო, გას როგორ სხვანაირად ცხოვრობდნენ. ბევრისთვის ეს ფილმი საბუდარელი პირველი იყო. არც ქალბატონ სესილიას, იპოლიტე ხვიჩიას, გრიგოლ ყაბლაძეს. ისეთი როლები კინოში არ ქონდათ ნათამაშები. ეს პირველი სურათი იყო. და გენიალური იყო თავად შოთა მანაგაძე ისეთი
ნამდვილი ქართველი და ბელა მირიანაშვილისთვისაც პირველი ბელა ფილმი და მე ერთ ჯგუფში ვიყავით. ჯგუფელები. ნუ ბელასთვის არ იყო გასაგვირი, იმიტომ პატარა იყო ის და პირველი იყო და ესენი ცნობილი მსახიობები იყვნენ თეატრში და კინოში არ ქონდათ. ჩაბედნიერება ესეთ არტისტებთან რომ გიწევს მუშაობა. პიროვნებები იყვნენ, საოცარი ადამიანები იყვნენ, როგორი ყურადღებიანები, როგორ დედაშვილურად, მამაშვილურად გრიშა ტყაბლაძესთან რო იყო, როგორც მამასთან ისე და ნებავთ იპოლე სულ ყველა ვინც იყვნენ და ბატონი შოთა მანაგაძე. ახლა მახსოვს ერთხელ ავტობუსში რო დაჭრეული ავტობუსი ყავდა ერთი კინო და იმით მოვდიოდით ჯაღ, მაგრამ ეს ავტობუსი რო არ ყოფილიყო რა იქნებოდა არის. მოგეთ რო შევდიოდით, აი მაშინ მე ახლა პატარა ვიყავი, წავიდოდი უკან დავждდებოდი. ერთხელაც რო ავედი, ბატონი შოთა წინიჯდა და ავედი და წავედი უკან. მოდი აქ დამეძახა. გამოვედი ახლა ბატონო გისმენთ. ასისტენტი იყო და უთხრა ადიქიზევითო და დასვიესო. ახლა შენ მომერიდა მეთქი რა შვაშია. თქვენო რატო არ გესმითო რომ ეს არის ამ ფილმის გმირიო. ამას რო რამე მოუვიდეს ფილმი დაიხურება და თქვენ დახვალთ უყოლა ჩვენ დავალთ სახში. სხვადასხვა დღეს. აუთხილით ამ კაცო. ახლა მე ისე შემრცხვა ამისი, გასო მეთქი რა მიჭირს, აქ დავждები თუ იქ დავждები, პატარა ახალგაზრდა ბიჭი ვარ. არა, ესე იგი ამით გარდა იმისა რომ ხაზი გაუსვა რომ მეც დამავალდებულა. რომ შენს უნდა ფრთხილად იყო და ბევრი პასუხისმგებლობა გაქვს ამ ხალხ. სხვა დამოკიდებულებები იყო რა. დღეს სხვათა შორის ბატონო იმედამ როგორ ვთქვა იმედი არა რა იმედი. დღეს არის ასევე თქვენ დღეს დამოკიდებული არის. პასუხი მე ვარ იმედა და ისე თქვენ უიმედოსაც დღეს არის დაბადების დღე ასევე გუგული გელაძის. ეს საყვარელი რეჟისორი. და ჩვენ გვექნება ჩარტვა სადაც ხო მას დღეს შეუსრულდა 88 წელი. როლი პირველი იმაში ახალგაზრდა გვარდიაში. ეკადეშვილი იმყოფება ახლა იუბილართან და შეგვიძლია შევეხმიანოთ. მე როგორი ფილმები აქვს? შეგვიძლია მოვლოთ. ეკაშუადღმშვიდობის და ჩვენი სტუდიიდან შუადღმშვიდობის სალომე სამწუხაროდ ჩვენი ტორტი უკვე ჩავაქვრეთ, იმიტომ რომ სპონტანურები ვყოფილიყავით და არ დაველოდეთ ჩართვას. აი ნახეთ 8 და 8 88 წლის გახდა ბატონი გუგული მგელაძე ყველასათვის საყვარელი რეჟისორი, რომელმაც სახლში მიგვიღო. ბატონ გუგული, როგორ ვითარებაში აღნიშნავთ ხოლმე დაბადების დღეს და მრგვალი თარიღია პრინციპში 88 წელი და დიდხან სიცოცხლეს გისურვებთ, ჯანმრთელობას გისურვებთ და თქვენი შვილების და შვილიშვილების კარგად ყოფნას, რა თქმა უნდა. აი როგორ აღნიშნავთ ხოლმე დაბადების დღეს და დღეს გარდა იმისა, რომ ჩვენ მოვედით ტორტით თქვენთან, რა მოხდა, რა მოხდება? აღნიშნავდი, მოდიოდეთ ჩემ მეგობრები. გაგიკვირდებათ. არა, თუმცა გასაკვირი არ არის, აღარც ერთი აღარ არის. არა, ვინ არის? კოტე მახარაძე, ჩემი კლასელი არ არის. დოდო აბაშიძე არ არის. ის კი არა, ესე იგი აეხლა ხან რეზო ჩხეიძე. იმის იმედი მქონდა. კაი პიროვნება იყო ძალიან, სხვა ისეთი მეგობრობა იცოდა. არა, ეხლა მე რადასკვამდე მივედი, იცით, თავარი არ არის პროფესია, თავარია მერე აი რო იგონებ ადამიანს წასულს, ხო? თავარი იგონებ როგორი ადამიანი იყო ის. თუმცა მგონია რომ ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. არა, შეიძლება ადრე შეიძლება მაგაცვაში მარიცის. ხო, მაგრამ ის ხალხი მაგალითად აი დიდ ოთახში წეღარები ვიყავით, ხო? იმ ოთახში ვიკრიბებოდით 8, 10, 60 წლის რო გავხდით, სხვათა შორის 60 წლის ერთი მეგობარი მყავდა მედიკოსი იყო, ექიმი იყო, ზოზო ერქვა და სახელად ერქვა ზოზო, ჩემო ბატონო და ისეთი კაცი იყო, რომ გეგონებდა რომ არაზოს არ წავიდოდა ამ ქვეყნიდან სულ იქნებოდა აქა და მიყურა, ნახე 60 წლის გახდაო და როგორ გამოიყურებაო 69-ზე მეც არ მისცემო. მე უთხარ შეკაიკაცო გაიმედე. ვერ გაი. ხო, აი ეს. ბატონ გუგული, მიულოცოთ ბატონ იმედას დაბადების დღე, რომელიც 10 წლის უმცროსი ყოფილა თქვენზე, 78 წლის არის თქვენ, 88 წლის გახდით და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დიდხან სიცოცხლეს და ჯანმრთელობას გისურვებთ. რომ გავიხსენით. იმედო არის ძალიან კაი პიროვნება.
ძალიან კარგი უშურველი მოსიყვარულე მეგობრების დიდი მოსიყვარულე და მშვენიერი მსახიობი და კაი პიროვნება ხო და იმას ვიძახდი რა რომ მე პირველად ადამიანში ეხლა როცა ხანში შევედი პიროვნებას კოტე მახარაძე ჩემი კლასელი იყო და ერთხელ თქვი რომ ნახლა მსახიობი როცა ხორავას იცნობდა ვასაძეს და ამას შეყვაძეს ნუ არ მიმაჩნდა ეხლა არა ღერტო აპატი რომ არ მიმაჩნდა რომ კოტე მახარაძე დიდი მსახიობია და თქვი რომ დიდი მსახიობი პიროვნება იმიტომ რომ მეგობარი იყო ბატონო იმიტომ რომ მეგობარი იყო ერთ წრეში იყავით და იმდენად თბილი ურთიერთობები ხო დიდი პიროვნება რასაკვირველია დიდი პიროვნება იყო მაგრამ მსახიობი არ იყო ახლა უზარმაზარი ხო არ იყო დიდი მსახიობი ნუ რა ვიცი მსახიობი კაი მსახიობი იყო მაგრამ დიდი მსახიობი რა ჩემზე შეიძლება თქო დიდი რეჟისორი იყო ჩარლი შაპლინი ხო არა მე მგონია რომ თქვენ იმდენი გაგიკეთებიათ ქართული კინოსთვის რომ ნამდვილად დიდი რეჟისორი ბრძანდებით და თუ ბატონი იმედას შემთხვევაში საბუდარელი ჭაბუკი იყო ის პირველი ფილმი რითაც ის კინოში მოხვდა თქვენ შემთხვევაში იყო გიორგი სააკაძე რომლის შვილსაც თამაშობდით სრულიად შემთხვევით მოხდა ხო ეს ყველაფერი და უკვე როგორ გადაწყდა რომ თქვენ გამختარიყავით რეჟისორი და ისეთი ფილმები გადაგეღოთ როგორც არის ფესვები ქართველების საკულტო ფილმია ნამდვილად ბოდიში თქვენ გელით სიკვდილი არაჩვეულებრივი კომედია აი მაინც ფესვებზე მინდა რომ გაამახვილოთ ყურადღება ალბათ თქვენთვისაც ყველაზე საყვარელი ფილმია ხო მე დღემდე მეტირება ჩემი ყველაზე საყვარელი ახლა სტანდარტი ხო ისეთი შტამპი როა რა ყველა შვილები ვიყო არა არის ფილმი რომელიც მაინც არ მიყვარს აი მაინც რომელი არ გეტყვი არ გეტყვით აი მიყვარს მაგალითად ფესვები ყავს სინათლე ჩემში ბანჯერში მიყვარს ეხლა შემთხვევით დავიწყებული მქონდა ფილმი წარსული ყოველთვის ჩვენთანაა ესაც გიყვართ ეხლა ვნახე და მე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ნუ არის ჩვენ ფილმებში 20-მდე ფილმი გადავიღე ხო არის საშუალო არის არ გამოსული არ შემდგარი ფილმი მაგრამ არის კაი ფილმებიც არის თითქოს ხო იმიტომ რომ გაუძლო დროს გაუძლო ბურდებოდა რამდენი წელია იცით 50 გადააცილა სვა ნახვარს რა ვიცოდი 15 დღეში 20 დღეში გადაღებული ფილმი ის ფილმი თუ არსებობს იპოლიტეს ხარჯზე არსებობს იპოლიტეს აი რასაკვირველია ძლიერი მსახიობები დოდო აბაშიძეც ფესვების შემთხვევაში არის ნამდვილად რამდენჯერ თქვი და კიდე გავიმეორებ რომ მსახიობის არჩევაში თუ არ შეცდები ფილმი გამოგივა მსახიობში უნდა ჯერ სცენარია და ასაკვირველია აი ეს უნდა მეკითხა გუნდი რომელთანაც თქვენ მუშაობდით ამ წლების განმავლობაში რასაკვირველია რეჟისორმა იცის ამოჩემება იმიტომ რომ გაცილებით კომფორტულად მუშაობს ერთ-ეგიო კომპოზიტორთან მხატვართან თუ მსახიობთან თქვენ შემთხვევაში როგორ იყოთ აი რომ ჩამოგვითვალოთ ის ადამიანები ვისთან ერთადაც ამ წლების განმავლობაში მუშაობთ ხო აი იყო ჩემ ბატონო მაგალითად გივი რაჭველიშვილი იყო თითქმის ყველა ფილმის ოპერატორი სცენარისტი თითქმის ხო ბევრი ფილმის სცენარისტი იყო სულიკო ჟღენტი დიდი მეგობარი იყო ჩემი მემისი ესე ინსტიტუტიდან დაწყებული ის რა უნდა გითხრათ რომ აი თუ ამდენი ხანი თუ გავძელი ხო რატო როგორ გარემო რაღაც ბედმა შემახვედრა ძალიან კარგი ხალხი აქ იყო ჩემო ბატონო და აქ სულხან ცინცაძე, თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე. ბატონო გუგული, კიდევ ერთხელ მინდა რომ მოგილოცოთ 88 წლის იუბილე. საკმაოდ ისეთი თარიღია, რომ ყველა ადამიანს უნდა რომ ამ თარიღს მიაღწიოს და კიდევ უფრო დიდხანს იცოცხლოს და მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ასეთი ფილმებია თქვენს ბიოგრაფიაში დარჩენილი. კიდევ ერთხელ გილოცავთ და თუ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი თუ მოვასწრებთ კი ბატონო მოკლე ლექსია კი ბატონო ხეო რასაოცრება ხარ როდესაც გაიკვირტები და როცა გაავა შენი დრო შენ აღარავის სჭირდები სადღა შენი სიმწვანე ან შენი ტკბილი ხეხილი შენ ახლა მხოლოდ შეშახარ ბუხრისთვის გადახერხილი. ძალიან დიდი მადლობა. ბატონისგან არ არის გასაკვირი ხეზე ლექსის წაკითხვა იუბილეზე. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ აუცილებლად მადლობა თქვენ ძალიან. კიდევ ერთხელ გილოცავთ. დიდი მადლობა.
ხო, ნახვამდის. ნახვამდის. აი ესეთი იყო გუგული მგელაძესთან სახში სტუმრობა, აი მისი შვილიშვილიც კი მოვიდა, აქ ოპერატორს თხოვ რომ კადრი აჩვენოს, რომელიც ღვინით ხელშია და კამერას ემალება. მოვიდნენ შვილიშვილები ჩვენ აი მხიარულ ნოტაზე დაგემშვიდობებით და კიდევ ერთხელ ულოცავ ჩვენი იუბილეებს დღევანდელ დღეს. დიდი მადლობა. მაგარი მილოცავ. კიდევ ერთხელ გილოცავ. შემოგარგებული. რავას დაესწარით, მე შემთხვევით არ გადავადგილე აუცილებლად ამ ეთერში 87 აღნიშნავ. კი, რა დარჩა 10 წელი არის. და ახალი როლის, ახალი სიმღერით შეგხვდებით. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ხვალ შევხვდებით უკვე ერთმანეთს 12 საათზე, რა თქმა უნდა, პირდაპირ ეთერში ვიქნებით, დაგველოდეთ.